არ შეასრულოთ რუსული რეჟიმის მიერ დანიშნული არალეგიტიმური შინაგან საქმეთა მინისტრის გეკაათუ ჯეკას მიერ გაცემული უკანონო ბრძანებები და მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს დაიცავით ქვეყნის ეროვნული ინტერესები. დადარიგის პირველი რანგის კაპიტანი ძალოვანებს მიმართავს. კოჩაბერიძე გავრცელებულ განცხადებაში ყოფილ თანამშრომლებს მოუწოდებს გაემიჯნონ არალეგიტიმურ რეჟიმს და ხალხის მხარეს გადავიდნენ. ვინც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ დაიცავს, ჩემს გვერდით ვერ იმსახურებს. თუ გინდ ჩემი ძმა იყოს, წერს ბერიძე. არავის მიმართ არ ვიქნებით შემწყნარებლები, დანდობაც ვერ იქნება, ამბობს მდინარაძე კორუფციის ბრალდებით ყოფილი თანაგუნდელების დაკავებებზე. სუსის პოსტზე დანიშნვის შემდეგ 4 ოქტომბრამდე 3 დღით ადრე მდინარაძე საჯაროდ პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში გამოჩნდა. ღირსებას ფულით ვერ იყიდი, ასე გამოეხმაურა ხაბეიშვილის შეთავაზებას, რომელიც სპეცრაზმელებს $200,000 სპირდება თუ ძალოვანები უკანონო დავალებებს არ შეასრულებენ. თავარის ინფორმაციით, თბილისში ეგრეთ წოდებული ჰუალინგის დასახლებაში 40 წლამდე კაცი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ამერიკა უკრაინას რუსეთის ენერგოობიექტებზე სარაკეტო დარტყმებისთვის სადაზვერვო მონაცემებს გადასცემს. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპმა ამის ნებართვა ცოტა ხნის წინ გასცა. გამოცემა წერს, რომ ეს ნაბიჯი ტრამპის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას ნიშნავს.